დადგა ეს ჩემო ბატონო 7 ნოემბერი. მოვიდა უამრავი ხალხი. BBC-ს ხალხი მეუბნებოდა ზოგი რომ 100-მდე ჯამში გროვდებოდა. ესენი ხო ზევიდან ზომავენ და ასე შემდეგ. მოვიდა და რა დავინახეთ. ლიდერები ლაპარაკობენ, ხალხი იშლება. და ბოლოს სულ დაიშალა ხალხი. ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი ბადრი პატრიკაშვილის როლი ამაში. ბადრი ლონდონშია. თავისი ჟურნალისტი ეკითხება ლონდონში მყოფ ბადრის. კი, მაგრამ თქვენ არ აპირებთ ჩასვლას თბილისში, როცა ხალხი ასე გამოდის? და ახლა იმედმა რამდენი გააკეთა მოგეხსენებათ გერგლიანის კვლევები იქნებოდა და თუნდაც ჭოპორტში აშენებული ვილა სააკაშვილისა. დიდი მდიდრული ვილა იმ ადგილას სიარული არ შეიძლება, იმიტომ რომ მტკნარი წყალი გროვდება თბილისისათვის და ფილტრაციას გადის და ასე შემდეგ. გასულ სკანდალი და სააკაშვილო გადადგა მე აჩვენა რუსთავი ორმეს ადგილი და მხოლოდ სამშენებლო ნაგავი ეყარა ააღებინა მთლიანად. ეს სანდრო საჩუქა შერიგებისათვის. სანდრას შოვლებს. ხო? ნუ როგორ უნდა იყოს სააკაშვილი განწყობილი იმედის მიმართ. ესმით? და ბადრი პასუხობს არა, მე არ ვაპირებ ჩასვლას თბილისში. ისედაც ისეთი დაძაბულობაა, მე არ მინდა დაძაბულობა შევმატო. ამას რო ამბობს თქვა საღამოს დილით თბილისის აეროპორტში მეორე დღეს. და თავისუფლ ჟურნალისტები ეკითხებიან, აი თქვენ მაინც ჩამოხვედით და რას გვეტყვით ახლა, მიხვალთ მიტინგზე? არა, მიტინგზე არ მივალ. არ მინდა დაძაბულობა გავზარდო ისე, უბრალოდ დავინახე, რომ საჭირო ვაქვს და მე ვხედავთ მიტინგზე როგორ მიდის ბადრი და ფარავს მისი დაცვის თანამშრომელი უკნიდან და გარშემო და მიტინგზე გამოჩნდა ბადრი. მაგრამ ლუგავოი გაგიგიათ, ანდრეი ლუგავოი. შეგახსენებთ, გაგიგიათ ცხადია. ლიტვინენკოს მკვლელი, პოლონიუმით რომ მოკლა. საცხოვრობდა ლუგავოი, ვისთან მუშაობდა? თბილისში ბადრი პატრიკაშვილის დაცვის წევრი იყო. ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ სად არის ლუგავოი? მოსკოვში ჟირინოვსკის პარტიის წევრი, პარლამენტის წევრი. ოცებ. ლუგავოი მოსკოვიდან გვაუწყებს თავისი ჩეკისტური ღიმილს. მეო, ვიციო და მჯერაო, ბადრი პატრიკაშვილი ბრძენი კაცია და ბოლომდე მიიყვანს საქმეს თბილისში. ბოლომდე მიიყვანს. ამ დროს ბადრიზე სასამართლოა ბასმანას სულ რაღაცა არ შეესვლება. მოსკოვში ბოლომდე მიიყვანს საქმეს. და ეს ფაქტორი იყო ძლიერი ფაქტორი. სიამრეში რამდენად სერიოზული არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილის და მისი გონდისთვის იყო ძლიერი. აი მე ბადრის გულისხმობ. ბადრის ფაქტორს გულისხმობ. ბადრის ფაქტორი. ნუ ხა სიმდიდრის ადამიანი პატარა ქვეყანაში ამ პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერი ფაქტორი.